დილამშვიდობისა ეთერშია ქრონიკა 11-ზე. მე ვარ ლამწიკლაური ვარ, გამოშვებაში თქვენ ნახავთ. რადიკალების ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა თურქმენეთისა და სომხეთის ელჩებთან. რადიკალური ოპოზიცია ანტიქართულ და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებს განაგრძობს. ზუსტად 2 დღეში 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება. დღის ეს რიგშია საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი. ცნობილია, რომ რადიკალები ცდილობენ ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მანდატი შეზღუდონ. სტრასბურგში ქართული დელეგაცია შეხვედრებს თია წულუკიანის ხელმძღვანელობით გამართავს. თემაზე მუშაობს ანა ბერძენიშვილი და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. მორიგი ანტიქართული ინიციატივის უკან კვლავ ოპოზიცია დგას არჩევნებში დამარცხებული. 4 პარტია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოსთვის მანდატების შეჩერებას ითხოვს. ქართულ დელეგაციას თია წულუკიანი უხელმძღვანელებს. მისი შეფასებით საქართველოს ევროსაბჭოს ღირსეული წევრია, მათ მხარეს არის მტკიცი არგუმენტები. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების დაზიანებას ცდილობს, ფაქტებზე დაფუძნებული მსჯელობის შემთხვევაში მათ ქვეყნის ინტერესების დაზიანების საფუძველი აღარ რჩებათ. მრავალი წელია, რაც საქართველო არის ევროსაბჭოს ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ჩვენ ყოველთვის ვიყავით ძალიან კარგი პარტნიორები ამ ორგანიზაციის. ჩვენ ახლაც დათქმულ დროს, როდესაც იხსნება ზამთრის სესია, მივემგზავრებით სტრასბურგში, ჩვენი ახალი მოწვევის პარლამენტის დელეგაცია და რა თქმა უნდა გვექნება გამოსვლაც ასამბლეის წინაშე, სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შევხვდებით და ფიქრობ იქნება განხილული ის წერილიც, რომელიც ქართულმა ოპოზიციამ მისთვის ჩვეული ექსტრემისტული ტონით გაგზავნა სტრასბურგში და ითხოვენ იმას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია არ იქნეს ასამბლეაზე დაშვებული და გაირიცხოს. რა თქმა უნდა, ჩვენ მოველით, როდესაც მოლოდინებზეა საუბარი, ფაქტებზე დაფუძნებულ დისკუსიას და არა აღქმებზე საუბარს, ვინაიდან ფაქტები მოწმობს ერთს, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა ამ არჩევნებში, რომ ყველა ის დეპუტატი, რომელიც მიემგზავრება სტრასბურგში, არის ლეგიტიმურად დემოკრატიული არჩევნების შედეგად არჩეული პარლამენტის წევრი. ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აპირებს ასევე სტრასბურგში ვიზიტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ უარი აქვთ ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტში შემოსვლაზე და ეს ფაქტი განაპირობებს იმას, რომ მათ არ შეეძლებათ საპარლამენტო ასამბლეის სხდომებში მონაწილეობა. ჩვენ გვახსოვს ჯერ კიდევ ვიზა ლიბერალიზაციის მოპოვების დროს როგორ დადიოდნენ ბრიუსელში და არ წმუნებდნენ, ცდილობდნენ და არ წმუნებინათ ევროპელი მაღალჩინოსნები, რომ საქართველო და ქართული ხალხი უვიზო მიმოსვლის რეჟიმს არ იმსახურებდა. ისინი ასევე ანტისახელმწიფოებრივად ცდილობდნენ, რომ ასოცირების შეთანხმებას არ ყოფილიყო გაფორმებული საქართველოს მხრიდან და ახლა მორიგჯერ ცდილობენ, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვერ მიიღოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობა. თუმცა ჩვენ მხარეს არის ფაქტები და ეს ფაქტები მოწმობს ერთს, რომ საქართველოში შედგა არჩევნები, ეს დაადასტურა ევთოდირმაც და თუ კი განხილვა შედგება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს წარმოადგენთ დეტალურად. 27 იანვარს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ზამთრის სესიაზე შეიკრიბება, სადაც მსჯელობა საქართველოს შესახებაც იქნება. მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ბერძენიშვილი საუბრობდა. მართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციას გეგმა არ აქვს და აკერმანის მეთოდებით გადამზადებულები მაკეინის ინსტიტუტის მიერ წინასწარ შედგენილ გეგმას მიყვებიან. ქართულ ოცნებაში მიიჩნევენ, რომ ქვეყნის სამრევები და მსხვერპლზე მეოცნებენი ახლა ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ, თუმცა მათი უკვე არც საკუთარ ამომრჩეველს აღარ სჯერა. ოპოზიციას არანაირი გეგმა არ გააჩნია, ისინი მიყვებოდნენ, რა თქმა უნდა, მაკეინის ინსტიტუტის გაიდლაინს, რომ აქციები რამენაირად გადაიყვანათ სამოქალაქო დაპირისპირებაში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა მათ არ გამოუვიდათ.
მანამდე ისინი გადაამზადა კანვასის ორგანიზაცია, მანამდე აკერმანმა და ასე შემდეგ, თუმცა არაფერი არ გამოსდის, ვინაიდან მათი არავის არ ჯერა, ფაქტობრივად მათ მიმდევრებსაც და მათ მომხრეებსაც უბრალოდ არ ჯერათ მათი, ვინაიდან ის გაყალბებული 400,000 ხმა და ესეთი ზღაპრები, რაც მათ ატრიალეს, უკარგავს რა თქმა უნდა ნდობას თავიანთ ამორჩეულ შიდს. შესაბამისად არიან გეგმის გარეშე და ერთადერთი, რა თქმა უნდა, მათი სურვილია რომ იყოს მსხვერპლი რაღაცნაირად სიტუაცია საქართველოში აერიოს, საქართველოს შეექმნას ეკონომიკური პრობლემები და ასე შემდეგ. ყველანაირი მავნებლური გეგმა და მავნებლური სცენარი. მაგა ბოჭორიშვილი სომხეთის ელჩს შეხვდა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს სომხეთის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები. აღნიშნეს, ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა და ხაზი გაუსვეს მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დადებით დინამიკას. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო მომავალ კვირას დაგეგმილ საქართველოს სომხეთის მთავრობათა შორისი ეკონომიკური კომისიის ხდომას, რომელიც კარგი შესაძლებლობაა თანამშრომლობის ახალი მიმართულებების გამოსაკვეთად. ასევე მაკა ბოჭორიშვილი შეხვდა თურქმენეთის ელჩს, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს თურქმენეთის მაღალი დონის თანამშრომლობაზე, როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა სავაჭრო ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებსა და მზარდ პოტენციალს. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ვაქირში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესს გაეცნო. საბავშვო ბაღის მშენებლობა დასკვნით ეტაპზეა, ამ დროისათვის შენობის შიდა კოსმეტიკური სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე დასასრულს უახლოვდება ეზოს კეთილმოწყობა, ნაწილობრივ დამონტაჟებულია გასართობი ატრაქციონი. ვინახულეთ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაქირის საბავშვო ბაღის მშენებლობის პროცესი, რომელიც უკვე დასრულების ფაზაშია. აღნიშნული საბავშვო ბაღი გათვლილია 100 აღსაზრდელზე და პროექტის დასრულების შემდგომ ჩვენს პატარა აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ განათლება მიიღონ კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში. აღნიშნული საბავშვო ბაღი სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და მისი დასრულება იგეგმება მიმდინარე წლის თებერვლის თვეში. დღეისათვის 5 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, 5 სოფელში და 3 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაციის პროგრამა ხორციელდება, რაც ჩვენ იმედს გვაძლევს, რომ მიმდინარე წელს ძალიან ბევრი ბავშვი სიღნაღის მუნიციპალიტეტის აი ამ ახალ კომფორტულ და შესანიშნავ სივრცეში მიიღებს განათლებას. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 თვით გაყინა დაფინანსება საგარეო დახმარების თითქმის ყველა პროგრამისათვის, გამონაკლისი მხოლოდ ისრაელისა და ეგვიპტესთვის დაიშვა. როგორც გამოცემა პოლიტიკო წერს, შეზღუდვები სავარაუდოდ უკრაინის სამხედრო დახმარებაზეც გავრცელდება. ბრძანება უკვე გაეგზავნათ ამერიკის საელჩოებსა და დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს. 85 დღეში სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო დონალდ ტრამპს სპეციალურ ანგარიშს წარუდგენს, რომელშიც ის მიუთითებს თუ რომელი პროგრამების დაფინანსება მიზანშეწონილი ვაშინგტონისათვის. თურქმენეთის პრეზიდენტმა საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალ აგონაშვილი მახტუმკულ ფირაგის პრემიითა და ოქროს მედლით დააჯილდოა. ჯილდო ქართველ პოეტს მწერალთა სახლში თურქმენეთის ელჩმა გადასცა. მაყვალ აგონაშვილს თურქმენეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ავტორის სახელობის პრემია მისი დაბადებიდან 300 წლის თავთან დაკავშირებით მწერლის შემოქმედების ქართულად თარგმნისათვის მიენიჭა, რომელიც კრებულის სახით გამოიცა. ისეთი მახტუმკულ ფირაგი, ეს სახელი ისეთივე საყვარელი და ამაღელვებელი არის თურქმენი ხალხისთვის, როგორც ქართველი კაცისთვის შოთა რუსთაველი. ვფიქრობ, რომ ქართულად საოცრად ლამაზი გამოვიდა მახტუმკული, რადგან ამის საშუალებას თვითონ პოეტი იძლეოდა. ბატონმა ელჩმა გადმომცა ოქროს მედალი დღეს და ასევე დღეს მომცა ის წიგნი, რომელიც ამდენი ხანი სასოებით შევქმენით. რამდენიმე ლექსი არის თარგმნილი ამ წიგნში ერეკლე საღლიანის, საოცრად ნიჭიერად თარგმნილი და ძირითადად 150 ლექსი ჩემი თარგმნილია. ქალბატონი მაყვალ აგონაშვილი დაჯილდოვდა ბატონის სერდარ ბურდი მუჰამედოვის მიერ საიუბილეო მედლით, რომელიც ეძღვნება მახტუმკულ ფირაგის 300 წლის იუბილეს. მადლობას ვუხდით ქალბატონ მაყვალას ასეთი
მათი ლამაზი თარგმანისთვის. ვლოცავთ საელჩოს სახელით და უსურვებთ წარმატებას. თურქმენეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავებას, პოლიტიკური, კულტურული, ჰუმანიტარული და ეკონომიკური მიმართულებით. თურქმენეთის საელჩო წელს გეგმავთ თურქმენული კულტურის დღეების გამართვას საქართველოში და ცხადია, ეს წიგნი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართულ-თურქმენული ურთიერთობების გაღრმავებაში. ასეთი იყო ახალი ამბები 11-ზე, ყველა სიახლე შეგიძლიათ გაეცნოთ იმედი news.gr-ზე. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 2-ზე დაბრუნდება. დროებით.